ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი ბატონ რობერტ, პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივა. ისე სხვათა შორის ეხლა ვფიქრობდი, რომ სივრცე, რომელშიც ეხლა ვიმყოფებით, რუსთაველის თეატრის სცენა, ალბათ რამდენ მსახიობს უოცნებია აქ დგომა. ძალიან ცოტა ღირსებია იმ რაოდენობიდან, ვისაც ეს ოცნება ჰქონდა და ამ სერიაში მე ვზივარ თქვენთან ერთად ამ გადაცემის შესაძლებლად და მადლობა მასპინძლობისთვის. ბატონ რობერტ, პირდაპირ პირველ კითხვაზე გადავალ, ვინ არის რობერტ სტურუა? ეცეთ რა, ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ ორივე ვიმყოფებით იმ სცენაზე, სადაც უდიდესი მსახიობები გამოდიოდნენ. რეჟისორები აქ ჩვენ თეატრში ნაკლებად აპირებდნენ და არც ისე უყვარდათ სცენაზე გამოსვლა როგორც მსახიობებს. ეხლა რადგან მე ვზივარ ისევ სცენაზე, მე შეიძლება უკვე არ ვიცი ვიდა ვარ, იმიტომ რომ მსახიობი ვარ, რეჟისორი ვარ, ცოტა ეშმაკი კაცი. ხარ ეშმაკი კაცი? ნუ თვითონ ისეთ ადგილას მუშაობ. ხელოვნებაში ყველა ეშმაკია. უდიდესი ხალტრებიდან დაწყებული, დამთავრებული უბრალო მომაკვდავებით. და იმიტომ რომ აქ მარტო ნიჭით ვერ გახვალ. მაგრამ უნიჭოთ საერთოდ აქ არ მოხვიდე. და თქვენ რომ ბრძანეთ რომ ოცნებობენ, ზოგი არ ოცნებობს. ყოველ შემთხვევაში თამაშობს რომ არ ოცნებობს აქ მოსვლას. ეგ უკვე ალბათ რაღაც პერიოდის შემდეგ, თორე სტუდენტობისას ალბათ ყველა ოცნებობს. ხო, ანუ ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავისი პროფესია დაუკავშიროს მსახიობობას და აბარებს თეატრალურ უნივერსიტეტში. იქ ეს ოცნება ალბათ ცხადია უფრო, ვიდრე შემდეგ. კი, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც მოწონდეს სხვა მიმართულების თეატრი. მაგრამ მე უბრალოდ ისე მეტი მწყალობდა, რომ მამაჩემი ამთავრებდა აკადემიას სამხატვრო და რაღაც ერთი სემესტრი ქონდა, უნდა ესწავლა ხატვა თეატრისთვის. ამ ფონებისთვის, ანუ თეატრის პრაქტიკა უნდა გაევლო და აქ მოვიდა პრაქტიკაზე. გაგზავნეს, რომ თალას ახმეტელის ვაჟიშვილი მისი კლასელი იყო. მამაჩემი კარგად აკეთებდა ცრუ მოსაწვევებს, იმიტომ პრემიერაზე ახმეტელის სპექტაკლებზე მოხვედრა ძალიან ძნელი იყო. და მის შვილს მოქონდა მისი მამის ხელის მოწერის ნიმუში და მამაჩემი აკეთებდა, ვითომ ახმეტელმა გასცა ბრძანება, რომ შემოუშვით ორი კაცი. თურმე საიდან იწყებს სათავეს სიეშმაკე? დიახ. მე ახმეტელმა დაინახა, რომ რაღაც ამეტარი ბევრი ხალხი მოვიდა პრემიერაზე, ადგილები არ იყო ამდენი გაყიდული. ჩადგეს რაღაც კამები და რა ხდება, დაიჭირეთ ეს კაცი, ვინც ზედმეტი მოსაწვევები გამოუშვა და მამაჩემი დაიჭირეს და მამაჩემს იცნობდა ახმეტელი და კაი წადი რობერტ. აპატია. რობერტ სტურუას სიეშმაკე რაში გამოიხატება? მოთმენაში. იმის დაცვლად, რომ მე დავიწყო შეტაკება ისეთ ადამიანთან, რომელიც არ არის ჩემი მტერი, არამედ ნუ რაღაცას ვერ ასრულებს და მე ბრაზდები ხედავ რომ რაღაც აკლია, ეს ნიჭია თუ მონდობება ახლა უფრო და იმის დაცვლად, რომ მე დავიწყო ბრძოლა პრობლემებთან. მე ვარ ჩუმად.
და უფრო დიპლომატიურად ვუდგები, უფრო ეშმაკურად ვთქვათ. ეხლა რამდენიმე მსახიობმა არ მომისმინეს და გადამიდგნენ. მე ამას ახლა არ განვიცდი, იმიტომ რომ ვიცი რა არის მსახიობობა რა. და ასე მეუბნები მსახიობს, როცა ბრაზდებიან, შენ თვითონ აირჩიე ეს ხელობა, მე არაფერ შუაშია, მე ნუ მეჩხუბებით. მამა და დედა წინააღმდეგი იყო, ვიცი. მართლაც ასეა, ხა როცა მსახიობობა უნდათ. უმეტესწილად ეგრეა, კი? იცით, და ამავე დროს შეიძლება ერთი რაღაცა გითხრათ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭს, აი დავუშვათ, ნიჭიერი მხატვარი, ნიჭიერი მუსიკოსი, კომპოზიტორი. თვითონ პრობლემა ნიჭში შედის ბედის ნიჭიც. ის თვითონ შეიცავს ნიჭი იმას, რომ თვითონ გაიტანს. შენ არ დაგჭირდება ესეთი სულის მიყიდვა სატანის მიმართ. იმიტომ ნიჭში უკვე შედის ის თვისებები, რომელიც შენ გაძლევენ აი ესეთ სვლას. ბატონ რობერტ, ბედი ახსენეთ და აი რახან ბედი ახსენეთ? ესეთ კითხვა გამიჩნდა, მადლიერი ხართ საკუთარი ბედი ღბალის? ანუ გაგიმართლათ ცხოვრებაში? მე ხშირად ვიბეორებ ერთ ასეთ მოარაკო ავტობიოგრაფიულ რაღაცას. ესე იგი, ჩემთვის ბედი და ბედის წერა, თქვათ, თუ გავაცოცხლოთ. ეს არის ძალიან ლამაზი ქალი, რომელმაც სადღაც სიყმაწვილეში, ინსტიტუტში მომკიდა ასე ხელი და მითხრა წამოდი. მე ხა როგორც ახალგაზრდა ბიჭი ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ სადო და წავიყო. არ იდარდებო ამაზეო შენო, წამომყევიო და მე მივყვები. თვალდახუჭული? მივყვები, აი აბსოლუტურად არასოდეს არ ხო არ ეხლა კომუნისტების დროს იყო, წიგნიც იყო ასე გამოსული, ცნობილი ქორეოგრაფის დინების წინააღმდეგ. ესე იგი, თურმე მხატვარი უნდა ებრძოლოს რაღაცას. და მე არ ვებრძვი. მე მივყვები იმ ლამაზ ქალს, რომელიც სამწუხაროდ და საბედნიეროდ არ დაბევრებულა. და როგორ გამოიყურება ეგ? ეს რო შემეძლოს და ნუ ძალიან ესეთია. ანუ როგორც ქალიც მიმზიდველია? კი, აბარა. ხშირად ახსენებთ მამას. ანუ პირველად რო შევხვდით ამ გადაღებას რო გეგმავდით, მახსოვს რომ ისტორია მოყევით მამასთან დაკავშირებით და აქაც რამდენჯერმე ახსენეთ. აი მამის გავლენაზე რო ვისაუბრეთ. იცით, მე მგონია რომ მამების და ბიჭების ურთიერთობა ყველაზე რთულია. შენ კი დააჯობო მამას გულის სიღრმეში. შეიძლება თქვენ ცნობიერად არც უტყდები საკუთარ თავს ამაში. და მამაც გძდობს, რომ შენ მას ხლათ არ ენდობისავით. ამიტომ კონფლიქტები შვილის და მამის ეს უდიდესი სიყვარულის კონფლიქტია, მაგრამ კონფლიქტი. კონფლიქტი. ეხლა მამაჩემი იყო ულამაზესი კაცი, მე არ ვგებავ. ხშირად ვაბრაზებდი, მე ვეუბნები, რატო ვგევარ მე მეზობელს თქო. ვაგიჟებდი ესე. მამაჩემს იუმორი ჰქონდა და გადმოყვა მე. იყო ძალიან მაგარი სტალინისტი. და მე ამ საკითხში ცოტა არ ვიყავ, იმიტომ სტურუები ყველა ბოლშევიკები არიან. ისინი მე მიყვარს როგორც ჩემი მშობლები.
მაგრამ არასოდეს არ დავმალავ, რომ ბაბუაჩი მართალი აქ მარხია რუსთაველზე, ცისფერ გალერეასთან. მაგრამ მათი ცოდვები მე მოვიხადე, როცა დავდგი ყვარყვარე. მე ვებძოდი ამ ქვეყანას. საგალი ხალხით. საგალი ხალხი. მომახსენე ბატონო. ჩამოგიშვიათ წირია ცოტა სარგებლობა გაქვს ჩემგან. რა ვიცი ამ თავრობას ძალა სულ არ ახლოდა. რომ ამავდებ ყველას ლაგამს პირში და დააჩოქებ. როდესაც მიცდომ ყარყარა თუ დაბერს მაშინ მეგოცებს ხალხი აი ამ მუხლებზე. მაქვს ბედნიერება გაცნობოთ ბატონო რწმუნებულო რომ ამ კაცის სახით ჩვენ მივიღეთ დიდი ლაშქარი. ფრიად სასია მოგვა. თქვენ როზე მოეშველეთ ჩვენს მთავრობას. და არის ადამიანები, რომელიც ამბობენ, რომ ჩვენი მშობლები იყვნენ ყველაზე დიდი მებრძოლი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. და ჩვენ ვიცით, რომ ისინი ხრეტდნენ კიდევაც, იჭერდნენ. მე არ ვიძახი, რომ ისინი წმინდანები იყვნენ. მოწყობდნენ, აყვნენ რაღაც იდეებს. და მე ჩემი თელი ცხოვრება ვერ ვძვი აი ამ იდეებს. ასე ვთქვათ, მოვიხადე. ჩემი მონანიება თელი ჩემი გვარის. ჩემზე. მოდიში ხა ძალიან გულახდილა თქვი. და პირიქით ძალიან ემოციურია, რასაც ამბობთ. და სხვა შორის არც ველოდი ესეთ განვითარებას ჩვენი დიალოგის. ასევე მაშინ გავიხსენოთ ისიც, რომ თქვენს ახალგაზრდობაში თქვენი ახლო ნათესავი საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა დევის ტურუა, ხო? თუ არ ვშტები? ისიც მე აქ რუსთაველის თეატრში მოვხდი დევის ტურუას წყალობით. და ახლა მოგიყვებით როგორ? რა საინტერესო. ჩემი პედაგოგები იყვნენ თუმანიშვილი და დოდო ალექსიძე. დოდო ალექსიძე მასწავლიდა მსახიობის ოსტატობას, მე უნიჭო მსახიობი ვიყავი. მაგრამ დოდო იმდენად გენიალური კაცი იყო, იმან მასწავლა რა არის თეატრი თავის სიხარულით, ცხოვრების სიგიჟეთი, რომ ეს აქ მოწყენილი კაცი თეატრში დარბაზში მეურეობდა, არ დავინახო. შენ თეატრი ყოველთვის უნდა რაღაცას იწვევდეს და ბატონო მიშა მასწავლა ჩემი ხელობის ალფა და ომეგა, ასე ვთქვათ. მაგრამ თეატრში არ მიღებენ. უეცრად ღამე რეკავს დირექტორი რუსთაველის თეატრის. დედაჩემი რეკავს. მივედი და მიყვირის იქიდან. სად ახარ ბიჭო, სად? უნდა მოხვიდე და ბოლოს შეავსე საბუთები და მიგიღოთ თეატრში. მე გაოცებული ვუსმენ ამას. ხვალ 11 საათზე გაჩდი თეატრში. დავყიდე პურმელი და დედაჩემს ვეუბნე რა მოხდა თქვა. დედაჩემ მეუბნე არავის არ უთხრა დევის ტურუა დანიშნეს ცეკას მდივდათო. ეტყობა იმან გაიგო. აი ასე მოვხდი დევის ტურუას. ამათ გონიათ კი ვიტომ დევი მომაწყო. კი არის მომაწყო. კუზნავი ხურავ. ბატონ რობერტ, არის ეპიზოდი ასევე, რომელიც მე რამდენადაც ვიცი, განსჯისაგანი იყო, რომელიც უკავშირდება თქვენს მოსვლას რუსთაველის თეატრში, რომელიც გულისხმობს, რომ მაშინ, როდესაც თქვენ მოხვედით რუსთაველის თეატრში, აქედან თუმანიშვილი წავიდა. არა. არისო ეგრე? არა. როგორ იყო? თუმანიშვილი კიდე 15 წელი დაახლოებით იყო
მე მოვედი 62 წელს. ხა? ბატონი მიშა წავიდა 71-12. ანუ კიდე დიდი პერიოდი ყოფილა. აი თქვენი და მისი ურთიერთობა რო გაიხსენეთ. ნუ ძალიან კარგი მე დიდ პატივსაცემი და მიყვარდა როგორც ჩემი მაესტრო და ბატონ მიშას ვეც ვაფასებდა. მე ახლა რადგანაც რაღაც ჩამოვარდა ჩემ სტუდენტობაზე ლაპარაკი ბატონ მიშაზე, მინდა ვთქვა, რომ გარდაიცვალა ჩემი კურსელი მედიკო კუჭუხიძე. და მედია ცოტა ხნის წინ კი ბატონო. და ეს მედიკო იყო უნიჭიერესი და რაც თავარი ულამაზესი ხალი, გოგო. და აი მაგალითია იმისი, რომ მისი ნიჭი ჯერ ვერ გამოიხატა სამწუხაროდ ისე, როგორიც მას სინამდვილეში ჰქონდა. აქ იცით რა, უკვე ჩაერევა ხოლმე პირადი ცხოვრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თეატრის კაცისთვის და ხელოვანისთვის საერთოდ. შეიძლება ისეთი რამე მოხდეს შენ ცხოვრებაში, რომ დაგანგრიოს და არა ტერმა და ვიღაცა ინტრიგანებმა. ამიტომ გჭირდება ფარველი აგელოზე, ასე ვთქვათ, ის ხალიც ალბათ ვერ აღმოაჩენ, რომ ფრთები ქონდა, უკვე როცა წამიყვანს საერთოდ. სად წაგიყვანთ? იქეთ. იქით რა? მარილზე, როგორც რეზო გაბრიაძე იძახდა. იქით რა ხდება, აი თქვენი წარმოდგენით? ეხლა მე გაკვირვებული ვუსმენ, ახალ მიმდინარეობას მეცნიერებაში. რომ აღმოვედრო ჩვენ არ გვტებით. ჩვენი აზროვნება, ჩვენი პიროვნება არის ნაწილი რაღაცა დიდი ტვინის და ის თითქოს სწავლობს თავის თავს ჩვენი ხერხებით. ესე იგი, ჩვენ ცხოვრებას აკვირდება ყველა ვარიანტს ადამიანის თავისი ტვინის ვერსიებს. და მე ჩვენი გვერდდებით, ჩვენი გამოცდილებით. სინამდვილეში, გულის სიღრმეში როგორ გინდათ რომ იყოს? ჩვენ ხო არავინ არ იცით სინამდვილეში რა არის. სინამდვილეში მე მგონია აი ძალიან პროზაულად. აი ახლა მივალ იქ გასპარატებს ჩავაკრობ. ასე. აი ასე ჯობია იყოს. რას ამბობს? ეხი ძალიან ტრაგიკული ვერსიაა. რატოა ტრაგიკული? ნუ ეხა ამაზე უარესი არაფერი არ შეიძლება რომ იყოს, რომ აღარაფერი აღარ იყოს. არა, ეხლა როგორც ჰამლეტი იძახის, იქიდან არავინ დაბრუნებულაო. ისე რახან ამ თემას შევეხეთ ბატონობით, აი 100 წლის შემდეგ. როგორ გინდათ რომ გაგიხსენო? არაფერი იმედი არა მაქვს. აი როგორ იხსენებენ თეატრის ხალხს? რატო მაგალითად ეხა ბატონ კახის იხსენებენ ძალიან დიდი სიყვარული. სანამ ისინი ცოცხლები არიან. გავა დრო შესანიშნავ მსახიობს კახი კავსაძე და დარჩება უცნაური ხელოვნებაცოდნე თეატრმცოდნეების წერილები როგორი იყო კახი. მე რა ვიცი როგორი იყო დაუშვათ აბაშიძე. ხო, მაგრამ ბატონობით, ჩვენ ხო გაგვიმართლა და იმ დროს ცხოვრობთ, იმით, როდესაც ყველაფერი ის არქივები უკვე არსებობს, ეს გადაცემაც იმედი მაქვს 100 წლეულები იარსებებს და თქვენ შვილთაშვილებს ეცოდინებათ ვიზუალურად როგორი იყავით, ხმა როგორი გქონდათ, როგორ აზროვნებით, ეგ ხო უკვე ცოტა სხვანაირი დრო არის. თქვენ დაწვერებული ხართ რომ მოეწოდება, რასაც ნახავენ. რატო არ უნდა მოეწოდეს? სახელი პირველ რიგში ადამიანს რა რჩება, ხო? თავის ცხოვრების განმავლობაში სახელი. ეხა თქვენ შექმენი მთელი ეპოქა. თქვენ ხელში ძალიან ბევრი რამ კარგი მოხდა ამ თეატრში და მე დარწმუნებული ვარ რომ ამით იამაყებენ, მაგრამ ამასთან ერთად კითხვას ვიმეორებ. თქვენ როგორ გინდათ რომ გაგიხსენონ?
საკმაოდ ნორმალურად გამიხსენოთ. ამდენი მალაპარაკეთ. პირიქით ძალიან საინტერესო არის. აქვე უნდა კითხოთ, რომ აქ თქვენ ახსენეთ ძალიან დიდი მსახიობები, რეჟისორები. ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე ვინ მოახდინა ამ შემთხვევაში როგორც რეჟისორი? ისეთ მე ეხლა უკვე ვახსენე ყვარყვარე. რომელიც ვიცი რომ თქვენთვის ყველაზე საყვარელი სპექტაკლია, ხო? კი. ყვარყვარის დადგმის წინ მე ვნახე ერთი პოლონელი რეჟისორი. სპექტაკლი სადღაც ინგლისში ვიყავით ტურისტულ მოგზაურობაში, ედინბურგის ფესტივალზე. და იქ ჩამოვიტანა. და იმან იმოქმედა ჩემზე ძალიან. მე მივხვდი რომ თეატრში დასაშვებია ყველაფერი. იმიტომ რომ თეატრი ეს ხო პოეზიის ნაწილია. აქ თუ მოდიხარ შენ ლექსზე მაგარი რამ უნდა წაიღო აქედან. და აქ შენ მოდიხარ ცხოვრებას უყურებ. აი ტელევიზიას პირიქით ეს იქ უნდა მოძებნოს, როგორც კინო. და აქ ის სხვა რაღაცა შეხედე ამდენად სივრცეს. სოფლიოს არა გავს. და აქ უნდა ვითამაშოთ სულელური პიესები. არ არის რაღაცა ეხლა არ არის აუცილებელი მე პოლიტიკურ თეატრს ვაბრალებენ როცა უნდათ როცა არ უნდათ არ ვაბრალებენ და მე აგიხსენით რატო არ მოწინააღმდეგე ყოველი ძალადობის ჩემი ხელოვნებით და არა ქუჩაში გამოსვლით მე მთელი ცხოვრება მე ვაკეთებდი ამას ვებრძოდი ძალადობას დიქტატურას, უსამართლობას. თუმცა ბატონ რობერტ თქვენზე ამბობენ, რომ როგორც ხელმძღვანელი დიქტატორიაო. სხვათა შორის უნდა გითხრათ. სიმართლეა? ეს დაწესებულება მოითხოვს დიქტატორს. და როგორც კარგად ტოვსტონოვმა თქვა, თეატრი არის ხავერდოვანი დიქტატურა. მაგრამ დიქტატურა. იმიტომ რომ მსახიობი არის სურვილი აქვს დაანგრიოს ყველაფერი. სპექტაკლს დადგამ, გადის 10 სპექტაკლი, ამჯერ ითამაშე და შეხედა ბიჭო. ანგრევს. აღარ ასრულებს იმას, რასაც ასეთი სიმწვრით ერთად მომძებნეთ. მე კი არ ვუკარნახე მარტო. ამიტომ უნდა იყოს აქ კაცი, რომელიც ცოტა შეახსენებთ ამას. ყოფილა შემთხვევა, როდესაც თქვენი სიმკაცრე გულის სიღრმეში მერე თქვენთვის ანანელებელი გამხდარა. არა, იმიტომ რომ მე ახლა ვამბობ, რომ დიქტატორი ვარ. ეს ეშმაკობა მე ვაშინებ. დიქტატორი, ერთადერთი დიქტატორი, ბოლოს დავიწე ყვირილი პარტნერიდან. აქამდე არ მიყვირია. რეჟისორის ვალია რომ ისე იმუშაო მსახიობთან რომ ეცადო რომ ყველაზე კარგი თავისი თვისებები და ნიჭი გამოავლინოს. ხშირად არ არის სამწუხაროდ ესე, მაშინ შეცდომ რომ მიმალო ეს მისი უნიჭობა. და სცენაზე ესეთ ფუნქციებს მისცემ რომ მაყურებელს, ой, რა კარგი იყო დღეს.
პრემიერაზე. ეშმაკობა, რობერტ სტურუას ეშმაკობა. ნუ ხო, აბა ბატონ რობერტ, გარდა იმისა, რომ უდიდეს დროს აქ ატარებთ, ასევე ვიცი, რომ პრაქტიკულად აქ ცხოვრობთ კიდევაც. დიახ, ეს იცით, არ გეგონოთ რომ რაღაც მეტი შრომა. ახმეტელი ცხოვრობდა ამ შენობაში. და ამიტომ ეს ტრადიცია არის აი ესეთი თეთრი სახლის ამერიკაში, რომ ესე იგი, როცა არის ერთი პრეზიდენტი, ისევ იქ ცხოვრობს, მეორეჯერ და აი ასე მე წავალ, სხვა ცხოვრობს აქ. ეს არ არის ჩემი ბინა. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ღამის გასათევებელი. სახელოსნო, ასე ვთქვათ. იმიტომ ერთი ოთახი დიდია და იქ მაგიდასთან რეპეტიცია შეიძლება ჩატარებ. და ზოგჯერ ვატარებ. შეიძლება რომ ნახოთ. კი, მომზადეთ. ხავთ ბატონო. დავანგრიე კარი. ესე იგი, პირველს რასაც ხედავ, ყვარა და მარადონა? მარადონა, დიეგო. მოგვიწერა. რობერტ სტურუას და მის ბიჭებს რუსთაველის თეატრის ყველა დიდ სურვილებით. ყვარას მაისურიც ჩანს თქვენი გულშემატკივრობა ფეხბურთთან მიმართებაში. და ზოგი თეატრთანაც ჩანს. იქით არის ძირითადი სივრცე მე როგორც ხედავ. დიახ, აი ამ მაგიდაზე ზოგჯერ ვატარებ რეპეტიციებს. ბარსელონას გულშემატკივარი ხართ ბატონო რობერტ? კი. იმიტომ მიყვარს ბარსელონა, მიყვარს გაუდი და ქალაქში ვიყავი იქ ცხოვრობდი. აი აქ ეს არის არჩეჩხალტი, ეს შვილი ძალიან მაგარი რეჟისორი, მე და ეს არის არტურ მილერი ჩამოსული იყო აქ სელემის პროცესის სანახავად. აქ რამდენი წლის ხართ? ნუ 28 შეიძლება 27 დაახლოებით. ღიმილი იგივე. და ჯილდოები, უამრავი ჯილდო ალბათ იმდენია რომ ერთ თაროზე ვერ დაატევდით მაგას და ალბათ იქნება მიმოფანტული არა ჯილდოები. არ ვიცი დაკარგულიც არის ალბათ. აი კიდე თამაშის დასასრული. ეძღვნება გია ყანჩელის ხსოვნას. ეს მისი მუსიკით ბოლო სპექტაკლი იყო, ჯერ კიდე ცოცხალი იყო. რა მაგარი სურათი მომხსნეს. იქ ხედავ ნოტებს და ინსტრუმენტს და. დიახ. ხარ შეგვისრულებთ რამეს. კარგით. ბახია ხო? კარგით, ხმარა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ჩვენ შეგვიძლია აქ აღარ დავარღვიოთ აქაური მყუდროება და დავბრუნდეთ რუსთაველის თეატრის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ამ გადაცემის პარტნიორია Central Park Towers-ი, რომელიც არის ახალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ დედაქალაქ თბილისში. ეს არის 2 სართულიანი ნაგებობა 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც იქნება ძალიან ბევრი საინტერესო სივრცე. ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის ოპერირებას აწარმოებს Redison Blu, სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინვესტირებით მიიღოთ ძალიან მაღალი სარგებელი. Central Park Tower-ში ასევე განთავსებული იქნება მოლი, რომლის ოპერირებას განახორციელებს სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი Harvey Nichols-ი, ასევე განთავსდება ისეთი რესტორნები, როგორიც არის Beef Bar-ი, ჩოტომარე, ანჟელინა და სხვები და რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი event hall-ი ჩვენს ქალაქში 3000 ადამიანზე მორგებული.
რომლის ოპერირებას განახორციელებს ცნობილი ბრენდი, მსოფლიოში ასევე ცნობილი ბრენდი Live Nation. მოკლედ Central Park Tower-ი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და დიდი სარგებლის მომტანი ინვესტირება მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს და რა თქმა უნდა, მადლობა მათ ჩვენი პარტნიორობისთვის. მე მინდა გაგახსენოთ პერიოდი, როდესაც მოვიდა წერილი, რომ თქვენ განთავისუფლებული იყავით თეატრიდან. და მაინტერესებს იმ დროინდელი თქვენი სულიერი მდგომარეობა, როდესაც თქვენ დაგიდგათ პერიოდი, რომ სახლიდან გიშვება. ისეთ რა შეიძლება შევადარო, როცა ცოლი გაგაგდებს სახლიდან. იმიტომ რომ ცუდად იქცევ. და ამავე დროს ის პრეტენზიები, რომელიც მე მქონდა ცოლის მიმართ არა. ცოლს რო ყავს მამა, დედა. სასამართლოს მიმართ, ხო? დიახ. იმ პრეტენზიებმა მე დავამშვიდე. იცით რა, ესეც აი რამე მოხდა ჩემთვის. მართალია რაღაცა გზა გადამიჭრეს. ხო რაღაცნაირად მივდიოდი, მე ამან მაინც შემაჩერა და სამაგრო სხვა გზა ვირჩიე. მიტყვით ცუდი შესაძლოა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესო, იმიტომ რომ მე სხვა რაღაცას მეძებ აქ. და ამიტომ ის ორი წელი, რომელიც მე გავატარე ჩემი ცოლის გარეშე, ახლა ცოლს ვეძახი, რომელსაც მე ვღალატობდი მხოლოდ უცხოელ ქალებთან. სხვა თეატრებთან მე გულისხმობ ამ რუსეთში, ან ინგლისში და ასე შემდეგ. განიცდიდით მაგ დროს? ვიცით, მოულოდნელად არც ისე. რატო? განაახსნე რა არის ადამიანი. აი არ განვიცდები. არა, ალბათ განვიცდები აი მომენტში, აი საწყის მომენტში. როცა გეტყვიან, всё, შენ უნდა წახვიდე. აქ შეიძლება რაღაცა გქონდა. უსამართლობის შეგრძნება და არა რაღაცა ტრაგიკული. და ისე ზოგადად როგორ თვლით? აი დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ წუთის გადმოსახედიდან. დაფასებული ხართ? მე მგონი კი მე მგონი? ნუ ახლა მეტი დაფასება რა გინდა? ვატყობ რომ ზოგს არ უყვარვარ, ეს უკვე კაი დაფასებაა. ზოგი მემტერება, ესეც მომწონს. ვაჟა-ფშაველა მახსენდება. და ძალიან ბევრს ახლა აი უბრალო ხალ სადღაც სოფელში რო ჩახვალ. ნუ იმას ვაკეთებ პატარა შეღავაც რომ ისინი მატყუებენ. ოღო ბატონო რომელ ასე. მაგრამ ხედავ რომ ბევრს რაღაცა პატივს მცემს ბევრი კაცი ადამიანი. და ეს ყველაფერი ერთად აბა რა უნდა დავაფასოს. რეჟისორი ერმა. რა უნდა მოვცეს? ორდენი არ მინდა. მეტი სიყვარული და მეტი სითბო. რაში უნდა გამოხატოს სიყვარული? აი ახლა უყურეთ. მე ხო დავწერე ერთ კაცზე რომ სომეხია თქო. და როცა შემისრულდა 75 წელი იუბილეო და გადაეხადათ აქ. არ გადავიხ მე უთხარი არავით არ იუბილეები ზერვები და მომიშალეთ ახლა. სცენაზე დავჯდეთ თქვენ გამოხვიდეთ და საჯაროდ სადგრძელოები მითხრათ არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ერევანში ჩავედი და ცოტა მეშინოდა ახლა ხო ეწყინებოდათ ერევნელებს რომ ვიღაცას გამოვიყენე მათი ერი როგორც უარყოფითად. მაგაზე არ ფიქრობდით თავის დროს?
არა, ჟურნალისტ, რომელსაც მე ინტერვიუ მქონდა, მე ახლა ისე ვთქვი. ისე თქვით, ხო? ანუ საჯარო უნდა მეგონა რომ ამას გაავრცელებდნენ ასე. ხო და მეგონა ახლა სომხები ვიღაცას შეხვდებოდნენ ქუჩაში და გლეჯდნენ. და ჩემი მეგობარი სომეხი რეჟისორი მეუბნება რომ ზეკ ისა გაქვსო იუბილე, რა იუბილე? ოპერის თეატრში გადამიხადეს 75 წლის იუბილე. კულისებში გამოვედი, ვუთხარი, ბიჭო, ამიხსენით. ასე რაღაცა დაბნაშავედ გზობ თავს და თქვენ ასე და ისინი რას მეუბნებიან? სომეხი რომელიც თავის თავზე ამბობს სომეხი არა ვარ ჩვენ არ ვწყის. ამის გამო ნუ აი ესე. ბატონ რობერტ, რამდენად ხშირად ფიქრობთ იმ რეჟისორებზე, ან რეჟისორზე, რომელიც ერთშვენიერ დღეს თქვენს მერე შემოაღებს კარს და ეგეთებს თუ ხედავთ. თუნდაც ახალგაზრდებში, ახალ თაობაში. აი ისეთ ახლა ჩემ ცხოვრებას შეგახსენებთ. ბატონი მიშა რო წავიდა, ბატონი სერგო რო გარდაიცვალა, ბატონი მიშა რო წავიდა. მე რა მეგონა რომ ამ თეატრის ხელმძღვანელი როგორი ვიქნებოდი. რას დაუბრუნებდი ამას იმ ახტმეტელის დიდებულ სპექტაკლების სულს. არა, მე თვითონ არ ვიცოდი, ამიტომ მე ხარ რეჟისორებს რო ვუყურებ. ჯერ ვერ წარმომიდგენია რომ რა ძალაა კიდე იმ ახალგაზრდაში. აი შეძლებს კი ის აქ მოსვლას შეიძლება ბევრი დგას ახალგაზრდა. რა სიმძიმის აწევას, ხო? რა უნდა ახალი რა მოიტანოს. იმ ტრადიციაში ძლიერი გრძნობების აი დღესასწაულის, აი როგორც ქართველებს უყვართ, ცხოვრება, სიცოცხლე, იმის გამოხატვა, ემოციების გარდმოქმევა ნებისმიერ ჟანრში და სულ ახალი გზა უნდა მოიტანოს. თეატრის სპეცი ის არის, როგორც ახლა გვარი. ყოველი ახალი წარმოადგენელი გვარის ამ გვარს ამდიდრებს თავისი სიახლით. ეს კაცია ძირითადად. მაგრამ ქალებსაც შეუძლიათ, ახლა ქალების დრო დადგა. ცოტა არ იყოს ჩემი ცოლი ამბობდა რომ ჩვენ ქალებს თუ ჩაგვივარდა ხელში სოფლიო ძალიან წესერი ქვეყანა იქნებაო. მე არც ისე დარწმუნებული ვარ ამაში რომ ეხლა წესერი ქვეყანა ასეთი სიგიჟები არ მინახია რაც დღეს ტრიალებს სამყაროში პოლიტიკაში და სახელმწიფოებში და ჩვენ რატო გვერბძივად იცით? იმიტომ ერთადერთი ქვეყანა ვიყავით რომ ომი არ დავიწყოთ. ყველა იბრძოდა ბალტიისპირეთი ფულით გზავნიდნენ იქ უკრაინაში. ყველა იარაღს. ქართველები და ვერ იტანენ. ამის გამო, იმიტომ მიხვდნენ რომ ჩადიოდნენ ბოროტებას თვითონ. და ამიტომ ჩვენ თეატრი რატო არ ვყვართ? იცი აქ ინტირანოს რო გამოფინეს. იმიტომ რომ ინტირანოსი ახმეტელმა თქვა, როცა ნიშნავს ტირანების წინააღმდეგ ბერია იყო პირველი მდივანი. და ჩვენ გვეუბნება ინტირანოს. თვითონ დახვრიტეს, ვინც გარეთ იყო იმ ხალხმა. და ამიტომ დაიყო რა შეკითხვა იყო, დავკარგე ასე. ახალგაზრდა რეჟისორებზე. ხო და ახალგაზრდა რეჟისორი უნდა მოვიდეს და დაკიდოს ინტირანოს. მე დავკიდე, ყმარყარე, იმან სხვა. აბა დავიწყდებათ ყველაფერი. რახანი გამბავი გაიხსენეთ, ბარემ აქვე კითხავთ თქვენს დამოკიდებულებას მსახიობებზე, რომლებიც სცენას პერფორმანსისთვის იყენებენ, მათ შორის პოლიტიკურად. არა, ნუ ეს ახლა ყველა დროში იყო ეს, გარდა ფრანგული რევოლუციის დროს არ იყო. იმიტომ
ნაპოლეონს საადუყარდა თეატრი, მართალია, რომელიც გადაარჩინა იმ რევოლუციას. იმიტომ ფრანგული რევოლუცია იყო უფრო სისხლიანი, ვიდრე რუსული რევოლუცია 17 წლის. მაგრამ თეატრის გამოყენება რევოლუციისთვის მე არ მომწონს. ეხლა რო ყვებიან კიევში რო დადგა მარჯანიშვილმა ფონდო ეხუნა სხურის წყარო, იქიდან პირდაპირ მიდიოდნენ და სამამულო ომში. ჯერტეს ლეგენდა მეორეც ერთი ის სპექტაკლი ეთყობა იყო ძალიან კარგი როგორც ხელოვნების ნიმუში. და თუ იქ ვიღაც ოფიცერი ეძახდა ამა ჯარში ბიჭებო და ისინი მიდიოდნენ ჯარში, ეს არის თეატრების სულელური ლეგენდა. არ არის ასეთი ათი. არ შემიძლია არ კითხოთ თქვენი და გია ყანჩელის მეგობრობაზე, ხანგრძლივ მეგობრობაზე და ასევე ბოლო წლებზეც, რომელიც თითქოს ისეთი აღარ იყო. არა, თითქოს ისეთი არა, ბოლოს მე ყველაფერს ვერ ვიტყვი. მე კი არ შემიცვლია მის დამი სიყვარული. ის ბოლო წლები, როცა აქ ხალხს მიკროფონში გამოვიდა, ავანტყოფი და უკვე მიდიოდა. მე მივწერე წერილი. ნუ დარდობ თქო, მე არაფერი არ მწყერია თქო, პირიქით შენ ჩემი მეგობარი ჩემი. სამუდამოდ. და უნდა გითხრათ, რომ ბევრ რამეში ეხა ვისი როლი ჩემს სპექტაკლებში ძალიან დიდია. იმიტომ რომ ნიჭი აღმოაჩნდა რეჟისორის. რაღაცებს ზოწგრიელ მეტყოდა და ძალიან მაყოფილი მადლობას ვეუბნებ. ისე გრძნობდა აი თვითონ სპექტაკლს. ისე შემირჩევდა მუსიკას, რომელიც თვითონ შექმნიდა აქვე. ეს ღალატი არ იყო. ეს იყო საკუთარი თავის ღალატი. და როცა ეს წერილი წაიკითხა, ეს არ უნდა მეთქვა ეხლა რასაც ვიტყვი. ტიროდა. იმიტომ ყველაზე საშინელი რამ არის ადამიანისთვის, როცა შენ საკუთარ თავს ღალატო. დაგაყდათ? ძალიან. როგორც არასდროს. რო იხსენებთ, რა გახსენდებათ ყველაზე მეტად? ერთად მოვიყვანეთ ცოლები. ერთ დროს. მითხრა, მოდი მე ცოლი მოვყავსო, შენც მოვიყვანე. მეთქვა, ო ძალიან კარგი თუ. მე ასევე მინდა გკითხოთ სხვადასხვა პერიოდები არის დეკადები ხო, სადაც ახალი თაობა მოდის მსახიობების და შესაბამისად ხდება მათი ინტეგრირებაც ამ სივრცეში. ყავთ თუ არა, აი მთელი ამ პერიოდების განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში, აი თითქოს საყვარელი მსახიობი, ან ამოჩემებული, ან მეტად ფოკუსირებული ვიზეც ყოფილხართ. თუ იყო ეგეთი პერიოდები, თუ ესე არ არის, ესე არ მუშაობს. არ მათქვევინო, ეს გემუდარებით ბატონო ჩემო. იმიტომ რომ მე ყოფა ის ტანჯვები, რომელსაც აქ ვიტან. ძველი თაობიდან მითხარით. თქვენ გონია ძველი თაობის არ შეშურდებათ აბა. თავს მოიკლა. არა. მე ხუმრობ რასაკურველია, ვამეტებ ყველაფერს, მაგრამ აი მაგალითად თქვენი და რამაშ ხიკვაძის ურთიერთობა რომ მოყვეთ. ისიც ხო კარგად არ დამთავრდა. რატო? და რა მოხდა? ახლა არ მინდა ყველაფერი გავხსნა. ოჯახი. ეხლა მსახიობი იყო გენიალური. რატო? სენცე ჰალმა სოდენაცაიდა სენცელა და რადგან სპექტაკლების კაი გამოგდიოდა, ზოგჯერ მე უფრო წინ მწევდნენ. ამბობდნენ რა რაღაცას.
ოჯახში უთქვეს წამოდი არ გინდა იქ ყოფდა. ბიჭო უნდა ეთამაშა შეილოკი. უარი მითხრა. ეხლა აქ სხვა მიზეზიცაა ჩარეული, არ გეტყვით. და მე რო ნახა კალაგდი რო თამაშობდა მითხრა, ბიჭო თუ ასეთ სპექტაკლს დადგამდი, რატო არ მითხარია? რამას არ იცოდი და მე რას დავდგამდი თქო? არის რამე რასაც ნანობთ და სულ გახსოვთ? ნანობ, პრინციპში. რას? ყველაფერს. იცი რა, არ ნადობს მხოლოდ იდიოტი. ყველაზე მეტად რა გაწუხებთ? რისი თქმაც შეიძლება? ნუ, ეცეთ ჯორჯო ვაზარის აქვს წიგნი მხატვრებს. რენესანსის უდიდეს ფლორენციელ მხატვრებს. ერთ-ერთ არ მახსოვს იმ მხატვრის, ძალიან ცნობილი მხატვრის გამონათქვამი მოყავს, როცა აღწერს მის ცხოვრებას. იციო, მე ხო ვარო ცნობილი მხატვარია. მაგრამ კარგი მხატვარი ღამე თუ არ ფიქრობს, რატო გავხდი მხატვარი? რა მინდოდა აქ? ოფილიყავი, თავისუფალი. არ მჯერა, ეხლა რომ ამას ამბობ. არ ამბობ, ესე იგი ცუდი მხატვარი ხარ. თუ შენ არ დარდობ, შენ არჩევან გზაზე, ესე იგი შენ არ ახარ კარგი. ანუ რის თქმა გინდათ, რომ ნანობთ, რომ რეჟისორი გახ. ეს ხა ძალიან მოულოდნელია თქვენგან. როგორ არის მოულოდნელი? ასეთი კარიერის ფონზე, ასეთი დამსახურებების, ამდენი წარმატების შემდეგ, რატო? რატო ნანო? იმედია თქვენ არ გონიათ, რომ მე ვეშმაკობ. არა, ამ შემთხვევაში ვხედავ თქვენ გულწრფელობას. არა, ნუ მე მიმაჩნია, რომ ეს ყველა ადამიანის ის არის. ანუ რაღაცა გული აგიცრუათ. უახლოვდები დასასრულს. ხო ფიქრობ, რა სულელული გზა გავიარე. რამდენი რამე გამოვტოვე. რამდენი რამე არ ჩავიდინე. რამდენი რამ ვაპატიე საკუთარ თავს, სხვებს. ბევრი შეკითხვა იგებადება. ესე ამბობთ? ნუ ხა ესე ვამბობ სცენაზე. არ დაგავიწყეთ რომ სცენაზე ვარ, ეხლა და ცოტა ვთამაშობ. შინაგანად. საკუთარ თავს ეუბნებით ამას? არა, ამდენს არ ვეუბნები, ვფიქრობ. ბატონო რობერტ, ბოლო კითხვა ესეთია, რაიმე ხო არ არის ისეთი, რისი გაჟღერებას ან თქმას თქვენ თვითონ შეიძლება რომ გსურდეთ? არა. მე ახლა დგამ ვეფხისტყაოსანს. უკვე დაახლოებით 6 თვე. ეს პიესა არ არის. ეს არის უდიდესი პოემა. როგორ უნდა ის პოეზია, რომელიც ამ გენიალურ კაცს აქვს თავის ამ არაჩვეულებრივ რომანში მე ვიტყოდი. იმიტომ დღევანდელი პოზიციით ეს ისა თანამედროვეა. ისეთი რაღაცებია იქ, რაც დღესაც ბაღელობს. რადგანაც გრამატიკა ოდნავ შეცვლილია დღევანდელი. ბევრს უჭირს გაგება და ჭირდება რაღაც სიტყვების განმარტება და წინადადების ზოგჯერ ლოგიკურად დალაგება. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ. ჩვენ არც ერთ სიტყვას არ ვაბადებთ. და აი მუშაობთ, დღესაც დილით ხონდა რეპეტიცია. ამდენ ხანს რომ მუშაობთ, სულ გაკეთებული მაქვს აი სცენა, სადაც ნახეს უცხო მოყვევინმე აი აქამდე. ეს არის დაახლოებით 30 გვერდი, 6 თვე. ვიღაცამ ნახა ახლა ჩემმა მეგობარმა და
მე მეშინია რომ ამის მერე ჩამქოლავე და რაც არ უნდა გამოვიდეს ქართველები გაგიჯდებიათ. ისედაც ნერვები აუშალე უკვე. იმიტომ რომ გამოგიტყდებით გითხარით მე მგონია იქ 87 წლისა ვარ და ჩემ გვარში იყვნენ ხანში შესული ადამიანები. გარდაიცვალა ერთი სტურუა ლეილა სტურუა რომელიც იყო 127 წლის. როგორი გედენტიკა გაქვთ ბატონ რობერტ? მე მეჩემის ბიძაჩემი 107 წლის. ამიტომ რა ხდება იქ მაგაზე ფიქრი ძალიან ადრევია თქვენ გენეტიკაში. არა, მაგრამ ამას რომ ვამბობ რეჟისორები, ქართველ რეჟისორები, კიდე დიდხანს იქნება ეს დეგენერატი. გული უსკდება. და სწორედ ამ ნოტაზე მინდა დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ, დიდხანს კარგად ყოფნა გისურვოთ და კიდევ არაერთი წარმატებული სპექტაკლი ეხილოს მადლობა. ჩვენს მაყურებელს, ამ თეატრის მაყურებელს და თქვენს დიდ გულშემატკივარს. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ულმეს, მადლობა.